აი, რატომ ვაშინებთ ბავშვებს ექიმით? რატომ აშინებენ არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან არ მციამოვნებს ეგ ამბავი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გამიგია ხოლმე რა დერეფანში სამსახურში გავივილი ხოლმე და ბავშვები არიან ხოლმე გამოფენილი ძალიან საყვარლები, ზოგს თამაში უნდა, ზოგს ბურთი უჭირავს ხელში, ზოგს ფუშტი რაღაცა, მინდა რომ გავეთამაშო რაღაც მიყვარს ბავშვებიდან, მათთან კომუნიკაცია, რომ დედა როგორც წესი ნუ ქალები არიან ხოლმე. გაჩავს ხოლმე შედი ახლა პალატაში თორე აი ხო ხედავ ექიმი მოდის და იცოდი ნემს გაგიკეთებს ეუნებიან ხოლმე და იმ წუთში იმალებიან ეს ბავშვები და ვთილობ ხოლმე რომ აუხსნა ბავშვი თუ არის იმ ასაკის ბავშვი უკვე რომელსაც ესმის შენ ასე ვეუბნები რომ ეხლა ჩვენ მივდივართ სამანიპულაციოში დედიკო ჩვენთან ერთად იქნება თქვათ მამიკო რომელიც წამოყვება ნაკერი უნდა მოგხსნათ ტკივნეული არ იქნება თუმცა არასასიამოვნოა ხო ნუ მესმის რომ ზუდია, მაგრამ სამაგიეროდ რომ მოგხსნით ნაკერებს, მე სახში გაგიშვებთ. ან რაღაცა სამაგიერო უნდა შესთავაზო რა და არ უნდა მოატყუო. ხო, არ უნდა მოატყუო. თუ რაღაცას ისეც უკეთებ, რაც არის მტკივნეული და უთხარი რომ არ გეტკინებაო, მეორედ ის ბავშვი აღარ გენდობა. არ ჩენ და არ წვას. როგორც წესი ეს შეშინებული ბავშვი რომ მოდის თქო რო გითხარით, ხო, შეშინებული რატო არის, რომ ერთხელ უკვე მოატყუეს სადღაც რა, მიიყვანეს და არაფერი და უცებ ვიღაცამ ნემსი გაუკეთა. რო აუხსნა, როგორც წესი ავტო იშვიათი გამონაკლისების გარეშე შეთანხმებაზე და პირობაზე ბავშვები მოდიან ძალიან კარგად. თუ დაელაპარაკები, მის ნდობას მოიპოვებ, აუხსნი, როგორც წესი მოყვებიან რა და არასდროს არ არღვევენ როგორც წესი პირობას თვითონ პირველები.